არჩევნებში დამარცხების მიუხედავად ის რჩება პოლიტიკაში და აცხადებს, რომ იქნება აქტიური და ეცდება გადადგას ადეკვატური ნაბიჯები იმ გამოწვევებთან, რის წინაშეც ქართული პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება დადგა. როგორ აფასებს პარლამენტის 20 წლიან მუშაობას, რა იყო საკანონმდებლო ორგანოს ძლიერი და სუსტი მხარეები, სად ხედავს საკუთარ თავს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რას აფრთხეებს ელის ახალ პოლიტიკურ რეალობაში. პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი მთავარი სტუდიაში. დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აღარ ჩვენთან ერთად ხართ. მინდა ბევრი ეთერში იყავით, ამიტომ მინდა ოდნავ ორიგინალური ვიყო და არ დავიწყო იმ კითხვით, როგორ აფასებ შექმნილ ვითარებას. დაუწერელი კანონია პოლიტიკის, რომ პოლიტიკა ეს არის შესაძლებლის ხელოვნება, ხომ? ამ წესის გათვალისწინებით თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და რესპუბლიკურ პარტიას როგორც კოალიციის წევრს, რა შესაძლებლობები ჰქონდათ ამ 4 წლის განმავლობაში, რა გამოიყენეთ და რა ვერ გამოიყენეთ? ანუ რამდენად გააკეთეთ ის, რასაც პოლიტიკა ქვია? მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ დღეებში მიწევს ხშირად ყოფნა ეთერში. თემები იგივეა, იმიტომ რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპი დასრულდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყანაში, რაღაც იწყება, ამიტომ კი სწორი დროა, როდესაც ჩვენ განვლილი ეტაპი ძირითადად უნდა შევაჯეროთ, შევაჯამოთ და თან ამასობაში წინ გავიხედოთ. ამასთანავე განვლილი 4 წლის შეფასება შეუძლებელია თუ მხოლოდ აქედან უკან გავიხედავთ. აუცილებელია 2012 წლიდან აქეთაც გამოვიხედოთ. ერთ წუთი დავბრუნდეთ 2012 წლის ოქტომბერში და იქედან აქეთ გამოვიხედოთ და ვნახოთ ამ ხნის განმავლობაში რა აკეთდებოდა, რა გამოწვევები ჰქონდა, რა პრობლემები ჰქონდა ქვეყანას და სად ვართ ახლა. მე მგონია, რომ კოალიციამაც და რესპუბლიკურმა პარტიამაც ეს 4 წელი გამოიყენეს კარგად, თუმცა შეიძლება და ყოფილიყო კიდევ უკეთესად გამოყენებული. მაგრამ ის სასტარტო პოზიცია, რაც 2012 წელს ჰქონდა პარლამენტს თუ კოალიციას, ეს იყო განპირობებული 2012 წლის არჩევნებამდე ვითარებით. იმიტომ რომ არჩევნების დროს ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომლითაც შეიქმნა პარლამენტი. მაგრამ ეს პარლამენტი შეიქმნა იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეკრებილი ვიყავით ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მე ძალიან ბევრჯერ ვსვამდი ხაზს და დღესაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იყო კოალიციური კრებული, რომელსაც ჰქონდა ერთიანი ხედვა იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა ამა თუ იმ დარგში თუ სფეროში. კოლექტიურად ამ ჯგუფს, ამ ერთობას ჰქონდა ძალიან მკაფიო ამოცანა, რომ შესაძლებელი იყო ის რეჟიმი. იმ რეჟიმის შეცვლას დაჭირდა სწორედ ასეთი შეკრებილი ხალხი, სხვადასხვა შეხედულების, წარსულის, არ ვიცი, გემოვნების პოლიტიკური. ამიტომ ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გადმოვიბარეთ ხელისუფლება, როდესაც თავად გადმობარებულ გუნდს, გადმობარებელთა ერთობას ძალიან განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა საერთოდ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამასთან დაერთო მართლა უპრეცედენტო მოვლენა, ალბათ არა მარტო საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, არამედ ცოტა ფართოდაც, რომ მთელი ამ ცვლილების შემომქმედი ადამიანი, რომელმაც ეს მოახდინა, მოახერხა და რომელზეც იყო მთელი ყველაფერი დაშენებული ეს სისტემა კოალიციური, გადაწყვიტა, რომ ერთ წელიწადში დასულიყო. ეს იყო წარმოუდგენელი დარტყმა იმ ერთობისთვის, რომელიც ისედაც მყიფე იყო. რომელსაც ისედაც სააკაშვილის მიუღებლობა ერთიანებდა და არა მაგალითად ევროკავშირის მიღებადობა. ის რეპრესიული და წამებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანებდა და არა მაინც და მაინც ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში. მათ აერთიანებდათ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ცენტრალიზებული სისტემა იყო ცუდი, იმიტომ რომ ის რეპრესიებისთვის გამოიყენებოდა. მაგრამ ამასობაში როდესაც დაიწყო საკითხი, რომ მოდი ჩვენ თავად დეცენტრალიზაციას შევუწყოთ ხელი და თვითმმართველობა დავამკვიდროთ. აქ არა, მაშინ ეს არა, ჩვენ ხო კარგი ხელისუფლება ვართ, ამიტომ ჩვენს ხელში იგივე ცენტრალიზებული სისტემა იქნება კარგი. ამიტომ მოდი ნუ გავაკეთებთ ამ ნაბიჯებს. ანუ ნაბიჯების გადადგმის როგორც კი ასე თუ ისე სერიოზულ თემას მივახლოვდებოდით, იყო ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა შიგნიდან. და აი ამ ვითარებაში, როდესაც შემქმნელმა და დამფუძნებელმა კოალიციისთან დატოვა კოალიცია, ამან არა მარტო კოალიცია დააყენა სერიოზული საფრთხის ქვეშ, არამედ მთლიანად სახელმწიფო სისტემა, იმიტომ რომ სახელმწიფო ძალიან რთული ორგანიზმია, რომელსაც მართვა ჭირდება.
ეხლა მე შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ მთელი გადაცემა არ მინდა ამ თემებს მიუძღვნათ. მე ვარ კმაყოფილი, რომ მომეცა მეც პირადად საშუალება და რესპუბლიკურ პარტიასაც, რომ აი ამ ძალიან მძიმე ვითარებაში მოგვეხერხებინა წინსვლა, მოგვეხერხებინა ეკონომიკური ძალიან სერიოზული დაწოლებისთვის გაძლება. ერთი მხრივ ჩვენ მემკვიდრეობით ვიღეთ სააკაშვილის მიერ დამახინჯებული ეკონომიკური სისტემა, ანუ სახელმწიფოსგან მართული ბიზნესი. ეს მივიღეთ მემკვიდრეობით. მეორე მხრივ ამას დაერთო ის ძალიან სერიოზული კრიზისები, ჩვენს გარშემო ფინანსური, ბიზნესი, სანქციები, მთელი ეს ურთიერთობები, რომელსაც სერიოზული დაღი დაასვა ეკონომიკის დაგეგმილი განვითარების ტემპს. ამასობაში უკრაინა, რუსეთი და ეს უბედურება, რომელმაც მნიშვნელოვნად დაძაბა ვითარება ჩვენს საერთაშორისო არეალში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ისეთი გამოწვევა იყო, რომელსაც უმკლავდებოდით, ახლა როდესაც ვამბობ რაღაც მექანიზმის როლი უფრო მქონდა მეთქი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს იყო შიდა კოალიციური ხანძრები, კოალიციური და სხვა პოლიტიკური ძალებთან ურთიერთობის ხანძრები, აქ იყო საერთაშორისო ურთიერთობები, ჩვენზე იყო მოქცეული, ბოდიშ ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ ნუ სხვა ვაფერს ხვარობ. მთელი, ესე იგი, ევროპის სახალხო პარტიის მთელი სისტემა. აი მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდე დიდ კორიფედ ეგონათ და მე მგონი ახლა ამ დღეებში რა ვიცი კიდე აღარ მინდა მაგაცნება. არც მინდა ვიცი. ამასთან გამკლავება. სერიოზული თემები იყო ეს ყველაფერი. მაგრამ მაინც თავარი იყო ის, რომ ჩვენ და მეც ვქონდა იმედი, რომ ამ ყველაფერს ჩვენ გადავიტანდით, გაუძლებდით, იმიტომ და იმისთვის, რომ აი ახლა ამ არჩევნების წინ ჩვენ უკვე შევძლებდით ქვეყნის მართვისთვის ესე სათითაოდ და ძალიან კარგად შერჩეული ადამიანების ერთობის შექმნას. იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ხო აღარ ამყავდა დასამარცხებელი. ნუ მე ვაღიარებ, რომ შესაძლოა ცოტა უფრო მეტად უნდა მეფიქრა მეც და ჩვენც იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი რაღაცა წრე ამ არჩევნებისთვისაც გამოიგონებდა იმ დიდ საფრთხეს, რასაც სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ერქვა და აი ამასთან ჭიდილისთვის გუნდს არა ამ გზაზე წავიდოდა, იმიტომ რომ ჩვენ მზად არ აღმოჩნდით, იმიტომ რომ ქონდა საუბრები, იმიტომ რომ აღმოჩნდით მზად, რომ ზოგადად ადამიანებთან რაღაცა ტიპის და დონის ნდობა თუ არ არის, მაშინ ვერანაირ საქმე ვერ კეთდება. იმიტომ რომ ჩვენ ეს გარკვეული ქონდა, რომ ეხლა ვითმენთ ამ ყველაფერს, ერთმანეთს ვიტანთ იქ სხვა კოალიციური პარტნიორების ათასნაირ ამბებს, იქ ზოგ სტალინის, ზოგს ამას, ზოგს იმას, ვიტანთ ამ ყველაფერს, ვიტანთ იმ ჩორტაობებს, კიდე ბოდიშ ვიხდი ამ სიტყვებს, მაგრამ ასე იყო ეს ამბავი. რაც ვიდიოდა, ესე იგი სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ვიღაცა აგენტურა, რომელიც იმისგან გადაიბარა, მე რატოღაც ყველა ერთად მოქცეული იყო. მე მოსკოვიდან ისინი შემონათვალები რომ აი მოვარჩევნები და ნახავთ ეს უსუფაშვილები და ხიდაშვილები და ვიღაცეები ეს ნატოს რო გაიძახიან, ეგენ იქნებიან პარლამენტში თუ სხვები. და ამას ემთხვეოდა აქ შიგნით ძალიან ისეთი საერთოდ დაკავშირებული ძალები ერთმანეთთან. ამ ყველაფერს ვიტანდით და ვითმენდით, ვინაიდან ჩვენ გქონდა სქემა და გეგმა იმისთვის, რომ აი უკვე როდესაც ვინმე დრაკონი კი აღარ გვექნება და გვეყოლება დასამარცხებელი, ანუ წყრალად და მშვიდად ავაწყობთ იმ სისტემას. შევკრებთ იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში, შემდგომ მთავრობაში, შემდგომ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ქვეყანას აი ნახტომისებურად წაიყვანენ წინ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, თუ იმავე ტემპით გავაგზავნებთ, გინდ ეკონომიკური განვითარება, გინდ პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება, გინდ სიღარიბის დაძლევა, გინდ წამლების ფასების დაკლება, გინდ არ ვიცი, საბავშვო ბაღების გარემონტება, ამ ტემპებით წინსვლა კი იქნება ცოტათი წინ, მაგრამ ამით ჩვენ ვერასდროს ვერ დავეტევით. ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა ნახტომისებური განვითარება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგად ჩვენ მივიღეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანას ერთდროულად ჩავღაუჭებოდით, ვიღაცა სოფლის მეურნეობის სფეროში პირდაპირ გვეხმარება ძალიან კონკრეტული ინსტიტუციური სტრუქტურული რეფორმებით, ვიღაცა განათლების სფეროში, ვიღაცა იმიტომ რომ ჩვენ გავხდით წევრი ამ დიდი ერთობის და ეს შეგვაძლებინებდა წინსვლას. ვმუშაობთ იმ ბაზრების გახსნაზე ჩინეთი, სამხრეთ კორეა, არ ვიცი, მილიონი სხვადასხვა მემართლება. და ამას სჭირდება ის ენერგია, იმ ტიპის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ამაზეა მოტივირებული, ამაზეა მობილიზებული და ეს შეუძლია. ნუ ამის ნაცვლად მივიღეთ აი ეს რაღაცა დაუძლეველი სურვილი
აბსოლუტური უმრავლესობის, რომელიც მე ნელ-ნელა ბუნებრივად გადაიზარდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნაში. ანუ ჯერ იყო ის, რომ ჩვენ ერთ პარტიას ქართულ ოცნებას არ დაგვჭირდება არავინ პარტნიორი, ისე შევქმნით უმრავლესობას. როგორც კი ეს გაიაზრა და გაითავისა რაღაცა წრემ ადამიანების, მერე მადახო ჭამაში მოდის და ბუნებრივად დადგა საკითხი. ვარემ საკონსტიტუციო კონსტიტუციის ხელგასასწორებელი გვაქვს რაღაცა. და აი მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და დღეს ახლა უყურებს ქართველი ხალხი ერთმანეთს და მე რაღაც არ ვიცი, არ ამგონია ჩემი სუბიექტური განცდა იყოს ეს, რომ რაღაცა 2012 წლის არჩევნების შედეგების შემდეგ რომ უცებ ქვეყანაში რაღაცა თავისუფლების სიომ დაბერა და ქუჩაშიც კი ხალხი დადიოდა რაღაც თითქოს უფრო მსუბუქი, უფრო ლაღი, უფრო თვალებში რაღაცა სიხარულის ისინი, ცხადე ის ახლა ვერ გამეორდებოდა, იმიტომ რომ ის მაშინ იყო იმ რეჟიმის დამარცხების გამო. მაგრამ ახლა იმ გამარჯვებულ ხალხშიც ვერ ხედავ რაღაც იმ ტიპის აღტკინებას. იმიტომ რომ ახლა ძალიან კონკრეტულად დადგა ამ ადამიანების წინაშე ესაკით, რომ კაი, გავიგეთ, სულ ავიღეთ ყველაფერი, აი რაც მაგიდაზე იყოს, ავიღეთ. და ეხლა რა უყოთ, საწავიღოთ ეს. ეხლა რა ვქნათ? ეხლა ვიღაც დავაბრალოთ რაღაცა, რომ აი კონსტიტუციაში ცვლილებას ვეღარ შევიტანთ. ან ეხლა ვიღა მიშლის იმას რომ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემები ჯერ კიდევ წინ არის სამწუხაროდ. ერთ-ერთი გამოვლინებაა სწორედ ახლა დილემა, რომლის წინაშეც ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა. აგერ მეორე ტური 50 ოლქშია, ხო? ანუ 50 პარლამენტის წევრის ვინაობა ჯერ არ არის 51-ს გარკვეული. ამასთანავე ჩვენ ხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ რაც მოინდომა, ის გააკეთა და ახლა ორ კვირაში რატო არ გააკეთებს იმას, რაც უნდა. საჭიროა მეტრესურს დახარჯავს, ფინანსური იქნება თუ ადამიანური თუ ასეთ ისეთ. და არის დილემა, რომ ერთი მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის ძალიან სახიფათო ამბავი ამ ქვეყნისთვის და ეს არ უნდა დაუშვათ, მაგრამ მე ეს რო არ დაუშვათ, მაშინ რა უნდა ვქნათ? ნაციონალიზმს ვუწევთ, ეს როგორ უნდა ჩავიდინო, როგორ უნდა გავაკეთო. ამიტომ უყურეთ, ეს დილემა თავისთავად ზუსტად ამ დილემაზე მივანიშნებდით, როცა ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება ამ ორი ძალის დატოვება ერთ-ერთზე პარლამენტში. იმიტომ რომ ეს დილემა დიდი და მცირე მასშტაბებით ჩვენ წინ გვექნება მთელი 4 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ როგორც კი პარლამენტში რაიმე ქართული ოცნების ოპონირების რეჟიმში საკითხი დაისმება, რომ კანონში ეს კი არა, ასე უნდა ეწეროს. შეიძლება თქვენ თვლიდეთ, რომ კი ასე უნდა ეწეროს, მაგრამ ეს რომ მე ვთქვა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი გამოვდივარ და მაშინ მოდი გავჩუმდეთ, როგორ ვქნათ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერას შეიძლება ადამიანს ურჩევია, საერთოდ არაფერს არ დაუჭიროს ხარ, იმიტომ რომ მიშა კიდევ უფრო დიდი უბედურება იმაზე, ვიც შეიძლება ახლა მივიღეთ. ეს დილემები სამწუხაროდ შექმნა ზუსტად აი ამ ყველა ამ მოვლენებმა, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობდით კოალიციის შიგნით, რომ აქეთ კი არ წასულიყო საქმე, სხვანაირად წასულიყო, კოალიციიდან უკვე წამოსვლის და არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის პროცესში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ამას ვლაპარაკობდით და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენი სათქმელი, ვიდრე მოგცა ხმა. იმიტომ რომ იმათ ვინც გაიგეს ჩვენი სათქმელი, რა ხიფათებზე მივანიშნებით, მათ წინ დაუდეს გაცილებით მაღალი რანგის ხიფათი. მიშა მოდის გვირაბით თუ კატერით თუ თვითფრინავით. და მოიცა ახლა გითხრა ჩვენ ამორჩეველმა, გავიგეთ თქვენ რაღაცებზე მიანიშნებთ, მაგრამ ის არის მომავალი შესაძლო საფრთხეები. ჩვენ კიდევ აღარ ახლა გვემუქრება რაღაც ამბავი. ამიტომ თქვენ მოიცადეთ, ახლა ჯერ იქით უნდა მივცეთ ხმა და მერე შეიძლება მოვბრუნდეთ აქეთ. მივიღეთ ეს, იმიტომ რომ ეს იყო იმ ტიპის ძალის მიერ დაგეგმილი, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება, რომელსაც ჰქონდა ფინანსური რესურსი, რომელსაც ჰქონდა მედიაზე სერიოზული გავლენა და ამ მთელი ამ კონგლომერატით ამას დაემატა კიდე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სიამოვნებით შეასრულა ის როლი. ერთი მხრივ ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის მობილიზებას შეუწყო ხელი აქედან სახელმწიფო სისტემიდან სხვადასხვა ტიპის ძალიან თეთრი ძაფით ნაკერმა კმენებმა და ჩხლეტებმა და აქეთ ამათი მობილიზება მოხდა, მაგრამ გაცილებით მეტი იყო ოცნების სასარგებლო დამორჩევლის მობილიზება და ამას დაერთო კიდე ის ამბები, რომელზეც მე დეტალებში არ და ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ის ამბები ისე ხდება, რომ დეტალები არ გვეჭიროს მე და თქვენ ხელში. მაგრამ აი ეს ბოლო ჩამოვლა საქართველოს მასშტაბით, რაც არჩევნების წინა დღეს საღამოს და დღის განმავლობაში სრულიად აშკარა იყო. ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ ამაზე მოკლედ ის რაც დეტალები არ გვაქვს, ამაზე ცოტა სხვა დროს ვისაუბრებთ. ბატონ დავით, მე მაინც მინდა რახან მეორე ტურზე უკვე ბრძანეთ თქვენ ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს სხვა დემოკრატიულ პროდასავლურ ძალებს, რომ მათ თავის ამომრჩეველს მოუწოდოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ შეიქმნას, ასე ვთქვათ,
ხმა მისცენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. სხვა შორის არის ესეთი ფაქტები, მე უახლეს გავიხსენებ, რაც გამახსენდა, როდესაც მარი ლე პენისა და მეორე ტურში გავიდნენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარი ლე პენი და ნიკოლა სარკოზი, სოციალისტები წავიდნენ და მისცეს ხმა სარკოზის, რომ არ გასულიყო ლე პენი. ანუ ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე, თუმცა იქ მაინც ჩამოყალიბებულია, ასე ვთქვათ, ამორჩეველი, ესეთი მუდმივი ადამიანები არიან, რომლებიც სულ აძლევენ რომელიღაცა პარტიას თავის ხმას. რესპუბლიკური პარტიის პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით? რამდენად თქვენ თვლით, რომ საჭიროა თქვენი ჩარევა, თქვენი მოწოდება თუ ამორჩეველი თავად გააკეთებს თავის არჩევანს, ვის მისცემს ხმას, ან საერთოდ მივა თუ არა მეორე ტურის არჩევნებზე? რესპუბლიკური პარტია, როგორც პარტია, პარტიულ პოზიციას დააფიქსირებს მეორე ტურამდე და საზოგადოებისთვის პარტიული პოზიცია იქნება ცნობილი. მე მანამდე ძალიან ესეთ დეტალებში და კონკრეტიკაში ჩასვლისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რამოდენიმე ზოგად მინიშნებას კი ნამდვილად გავაკეთებ. იმიტომ რომ პირველი სამწუხაროდ იმავე ამომრჩეველმა, რომელსაც შესაძლოა ახლა ჩემგან თუ ჩვენგან აინტერესებს რაიმეს თქმა, რომ აბა რა ჯობია და ზოგადად პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიის ვალია ასეთ ვითარებაში გარკვეული პოზიცია კონდეს და მოსახლეობასაც თავისი პოზიცია ამცნოს და რა ვიცი რაღაცისკენ მოუწოდოს. მაგრამ იცით, სულ რაღაც 5 დღის წინ ვიჯექი აქ ან სხვა სტუდიაში და იმავე ამორჩეველს რაღაცას ველაპარაკებოდი. და ვეუბნებოდი, რომ ვიზავთ ხალხო აბას თორე რაცა უბედურებაში ვყოფთ თავს ვეთქი. და ახლა ვართ ამ უბედურების ერთ კონკრეტულ ფაზაში. ამიტომ ხა მე ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკები, რომ რადგან არ დამიჯერეთ, მე რაღაცა ვიცი და აღარ გეტყვით და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ რესპუბლიკური პარტია, რომელიც ზუსტად ამაზე ლაპარაკობდა, ნუ მივცემთ მონოპოლიას ერთს და მეორეს, ნუ დავტოვებთ და ამისთვის რა იყო საჭირო? ამისთვის იყო საჭირო არჩევანის გაკეთება რაღაცა სხვა მიმართულებებით. და რესპუბლიკური თუ არ მოწონდა ვიღაცას რაიმეს გამო, არ ვიცი მე თვისფერის გამო თუ კიდე რამის გამო, აგერ ხო იყო თავისუფალი დემოკრატი. რომელიც სხვანაირი იყო. თავისუფალი დემოკრატი თუ არ მოწონდა, აგერ ხო იყო კიდე ვიღაცა სხვა. ახლა იქამდე მიიყვანა საქმე, ესე იგი ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენმა ცოტა არ იყოს თავისუფლების ტვირთის თან ვერ გამკლავებულმა ნაწილმა ამორჩევლისაც, რომელსაც აი თვითონ გულისაით მიუწევდა ის კი არა, მოდი ვიქნებ ვიღაცამ რა თქვა ის გავაკეთო. ჯამურად მივიღეთ ის, რომ პატრიოტ ალიანსის პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა. თითქმის რომ ვინმე მაინც იქნება თქო. მაგრამ თითქმის უსვავ ხას. ასე რომ ასეთ ვითარებაში ახლა მაინც და მაინც აბა უსუფაშვილო და რესპუბლიკელებო გვითხარით ახლა როგორ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა საკონსტიტუციო უმრავლესობა იმან რო არ მიიღოს და თან რო ნაციონალებისთვის ხვის მოწევა არ გამოგვივიდესო. ახლა უკაცრავად. კი ბატონო რაღაც მოვიფიქრებთ და გეტყვით, მაგრამ ეგრეც არ არის საქმე, იმიტომ რომ სულ ერთი კვირის წინ ლაპარაკობდით ამ თემაზე და არ უნდა მისულიყო აქამდე საქმე. ეხლა მეორე ამბავი. იმან ვინც შემომქმედმა 8 ოქტომბრის შედეგის. ძირითადმა. ახლა თუ 8 ოქტომბერი მოახერხა, ის 27-ში იქნება, 28-ში იქნება, გენჭისხრა. იმასაც მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის ამბავში. და ესეც გასათვალისწინებელი ამბავია, იმიტომ რომ რაღაცა იშვიათი გამონაკლისის გარდა რო ვუყურებთ შედეგებს, იქ ახლა გინდა გამოკანდი და ახტი, გინდა ადგილიდან გადახტი, გინდა რა ვიცი თავდაყირა დადექი, ნუ არის კონკრეტული მოცემულობა. მოცემულობა იმისაც, რომ რაც არ უნდა ნაციონალურ მოძრაობამ ახლა მიმართოს დასავლურ ძალებს და ასე შემდეგ, თვითონ ნაციონალურ მოძრაობას კალკულატორი აქვს და შეუძლია დაითვალოს. რომ ახლა ესე იგი ის პროდასავლური ძალების ჯამური შესაძლო შედეგი და მათი შედეგი ეს მეტია თუ ქართული ოცნების დადებული შედეგი და იმ არაპროდასავლური ძალების შედეგი, რომელიც ზოგი პარლამენტშია, ზოგი გარეთაა, მაგრამ ამიტომ ეხლა აქ პოზიციონირებით თუ იქნებით დაკავებული, რომ ვინ კარგ პოზაში დადგება და უფრო ყოჩაღ პოზაში, ნუ ახლა არასერიოზული ამბავია. ამიტომ ეს არ არის ესეთი თემა. ჩვენი პოზიცია შეიძლება უფრო იყოს ძალიან ინდივიდუალური კონკრეტულ ოლქებზე ვიდრე რაღაცა გლობალური და ყველაფერთან ერთად ჩვენი წონა და წილიც ვიცით. ამ არჩევნებზე რამდენმა ადამიანმაც ჩვენ დაგვიჯერა, ის ადამიანები ერთ ოლქში ერთი კანდიდატის გამარჯვების არ არიან საკმარისი გინდა აქეთ და გინდა იქეთ. კიდევ მეორე მე ამას არც ცინიკურად ვამბობ, არც ნიშნის მოგებით ვამბობ, უბრალოდ ეს არის რეალობა და ახლა მოდი კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზეც, ვინ და რა შემოვხაზეთ 8 ოქტომბერს, მერე რა შედეგი მივიღეთ ახლა და საით მიდის
ეს ქვეყანა. თუმცა პარტია თავისას იტყვის რა თქმა უნდა. საერთმინდის ქვეყანა აუცილებლად ვისაუბრებთ. მე მანამდე მინდა ისევ გავიხსენო, როდესაც კოალიცია ყალიბდებოდა, მაშინ ის რომ რესპუბლიკური პარტია იყო მიწვეული ამ კოალიციაში და თავისუფალი დემოკრატები, ეს მაშინდელი ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთისთვის თავისი პოლიტიკური ორიენტაცია, ასე ვთქვათ, უფრო გასაგები გაიხადა, იმიტომ რომ მე მახსოვს, როგორც კი გამოჩნდა, იყო რომ ეს არის პრორუსული გაუთავებლად ამაზე იყო საუბარი. როდესაც თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ კოალიციიდან იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ, თითქოს რესპუბლიკურ პარტიას გაცილებით მეტი ფასი დაგედოთ, მოდით ასე ვიტყოდი. დღეს გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მან ჩათვალა, რომ მისი რეპუტაცია, როგორც პროდასავლური ძალის, არის უკვე გარანტირებული და მას აღარ ჭირდება გვერდით რომელიღაცა პარტია, რომელიც წლების კითხვებს არ იწვევს ამ პარტიის ორიენტაცია. ამავე დროს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პოზიცირებას აკეთებს საკუთარი ძალის, როგორც პარლამენტში, ერთადერთი პროდასავლური წარმომადგენლობის. ანუ თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ურთიერთობა გქონდათ ქართულ ოცნებასთან, ოდესმე ეჭვის საფუძველი თუ გაგჩენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რაღაცა პოზა, პროდასავლურობა და რაღაცა მომენტში შესაძლებელია რაღაცა სხვა მიმართულებით წავიდეს ხელისუფლება. ამის საფუძველი გააქვთ თქვენ რამე? პირველ რიგში 2012 წლის ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯერ კიდე ჩანაფიქრის ეტაპზე მყოფი პოლიტიკური პარტია, რომ რა შექმნიდა არავინ არ იცოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტად საჭიროებდა დამაჯერებელ პარტნიორებს იმისთვის, რომ მისი განზრახულობანი ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი. ამიტომ რესპუბლიკელების თავისუფალი დემოკრატების ღირებულება და დანიშნულება 2011 წელს, 12 წელს იყო, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი, იმიტომ რომ 2012 წლის შემდეგ უკვე ივანიშვილმა იხელისუფლა, პრემიერ-მინისტრა, მერე ლიდერა ასე თუ ისე და ასე შემდეგ და ფაქტების ახეზეა. ფაქტების ახეზეა. ნაციონალური მოძრაობაც კი, ვინაიდან მისთვის ეს იყო მთავარი ამბავი, რომ აი ეს არის რუსი და პრორუსი და კრემლიდან იმართება და ასე შემდეგ, იძულებული იყო ამ 4 წლის განმავლობაში რაღაც თითიდან გამოწვეული თემებს დაასდევდა აქეთ-იქეთ და გოგი თოფაძე რო არ ყოფილიყო პარლამენტში, რა ეშველებოდა ნაციონალურ მოძრაობას და იპიპის მე არ ვიცი, იმიტომ რომ მისი გამონათქვამები იყო მთავარი. აი ხედავთ, ივანიშვილი კი ამას ამბობს, მაგრამ ის კიდე იმას ამბობს, რომ ახლა რეალურად ფაქტებმა, მოვლენებმა, ასოცირების შეთანხმებამ, ნატოსთან გაცილებით ახლოს მისვლამ, ზოგადად დასავლური რაღაცა მიმართულებებით, ძალიან კაფეონაბიჯების გადადგმამ, იქედან აქეთ რეაქციებმა და ასე შემდეგ, ის აუცილებლობა, რომ აი ვინმე თავისუფალი დემოკრატია რესპუბლიკელი თუ არ ყავს გვერდში შეიძლება რაღაცას კითხვა დაესვას, რა თქმა უნდა გაუქრა. გარდა ამისა, თვითონ გიორგი კვირიკაშვილის პერსონალური ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და მისი წინამორბედი პრემიერი ამდენს ვერ აჩვენებდა გარეთ, რასაც გიორგი კვირიკაშვილი ახერხებდა მოახერხა საგარეო მინისტრობის დროს და პრემიერის დროსაც, რომ ხალხმა დაინახა, რომ კი ეს კაცი შეუძლებელია იყოს რამე სხვა რაღაცის მატარებელი. მაგრამ აქ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ წელს უკვე ვთქვი, თუ 2012 წლის პარლამენტში ჩვენ ისე შევედით, რომ იქ ის იმ თერმომეტრით არ იყო გაზომილი ხალხი, ესე იგი რამდენი პროცენტით პრონატოურია და რამდენი პროცენტით ასეთ და ისეთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ხალხი შევიკრიბეთ. ახლა უკვე მე მგონი შეიძლება სხვა დღის წესრიგი დგება? შეიძლება არა, ის უმრავლესობის შემადგენლობაზე მიგანიშნებთ, რომ უმრავლესობის შემადგენლობაში მე არ ვიცი ჯერ რა პროპორციით, მაგრამ არის სერიოზული რაოდენობა ხალხის და მე არ მგონია, რომ იმაზე ნაკლები ვიდრე ჩვენს შემადგენლობაში იყო, რომლებსაც ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით, რაც 4 წელი ასე ერთად ვისხედით, ხო? და ახლა იმავე რაღაცა ჯგუფ სოციალური თუ ინტერეს ჯგუფების თუ რაღაცა წარმომადგენლებით შეივსო ძალიან ბევრი მაჟორიტარები და ასე შემდეგ, რომ მე მგონია, რომ მათ აქვს სრულიად გულწრფელი რაღაცა ფსიქოლოგიური თუ რაღაცა მენტალური შეუთავსებლობა რაღაცეებისადმი დასავლურისადმი. ამიტომ ამ ადამიანების ერთობა რამდენად მყარი იქნება. ახლა ჩვენ ვიცოდით გოგი თოფაძის პოზიციები, მაგრამ ისიც კი ვინაიდან პოლიტიკურ გუნდში იყო, რაღაცა მთელი 3 წელი ცოტა ფრთხილობდა. მერე აუშვა. ასე იყო სხვები, ბევრი. ახლა ამ უმრავლესობის შიგნით როდის შეიძლება მოხდეს ეს ამბავი, მე არ ვიცი. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი.
გიორგი კვირიკაშვილი სანამ არის პრემიერ-მინისტრი, მაშინ მე პირადად ნაკლებად მაღელვებს უმრავლესობაში რამოდენიმე ადამიანი, კიდევ მეორე რამოდენიმე 4-ია თუ 47 მე არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არიან. მაგრამ თუ დადგა საკითხი რაიმეს გამო პრემიერ-მინისტრის თაობაზე და მის ნაცვლად ჩვენ რაღაც ერთჩვენიერ დღეს მივიღეთ შესაძლოა გაცილებით უკეთესი სამეურნეო მუშაკი, ან გაცილებით უკეთესი მცოდნე რაღაც არ ვიცი როგორ უნდა ტექნიკური პრემიერი მოკლედ და პოლიტიკური ხედვები აღმოჩნდა ნაკლები, აი მაშინ იქნება გარკვეული შესაძლო პრობლემები, იმიტომ რომ თავად პარტიას რამდენად აღმოაჩნდება ეს უნარი რომ სხვაგან არ გაუხიოს, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ამავე პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, საკრებულოებში ჩვენ ყველგან ყავს საკრებულოს წევრები, გამგებლები, სხვადასხვა ხალხის წრეები, იქ ცოტა სხვა ვითარებაა. იქ ოღონდ ხელისუფლებაში იყოს ეს ხალხი და გინდა ესე იგი საჭირო მომენტში დასავლელი გახდება და გინდა აღმოსავლელი და გინდა საერთოდ არ ვიცი მარსელი. ამიტომ აქ ესე იდეოლოგიურად ამ კაფეო დაწყობილი პარტია სათავეში მოვიდა და სად გადაუხევს და როგორ ესეთი დამშვიდები საფუძველი და საბაბი არავის არ გვაქვს. კიდევ მეორე ერთ კაცზე ახლა ჩამოეკიდა ძალიან ბევრი რამ. და ამ კაცს ქვია გიორგი კვირიკაშვილი. ამიტომ ამბობ რომ მე ვარ მისი კეთილის მყოფელი, ეს არ ნიშნავს იმას რომ მე მასთან ერთად პასუხისმგებლობის გამზიარებელი ვარ იმაზე რასაც მან ხელი მოკიდა, ეს არ ნიშნავს რომ მე ვიქნები მისი მაქებარი, მე ვიქნები მისი კეთილის მყოფელი ოპონენტი, ზუსტად იმისთვის რომ რამე არასწორი არ გამოვიდეს. ეს არის ამ შემთხვევაში ჩემი ოპოზიციონერის როლი. მანამდე სხვა როლში ვიყავი, სხვანაირად ვეხმარებოდით რაც შემეძლო. ბატონ დავით, სხვა შორის დღესაც კი რაღაც საკითხები ისმის ხოლმე, რომ აი ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე და შეეძლო უფრო მეტი და უფრო კრიტიკული ყოფილიყო. მე რამდენიმე თქვენი გამოსვლა ახლა სპეციალურად გადავხედე, ვთქვათ იგივე მოსმენებთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ ამბობდით, რომ არ ეთანხმებით იმას მოსმენების კანონს იმ ვარიანტს, რომელიც მიიღო პარლამენტმა, კიდევ რამდენი საკმაოდ კრიტიკული იყავით, მოკლედ ამის თქმა მინდა. მაშინ გასაგებია ამ მოსმენების კანონთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის სრულიად ღიად ნათქვამა ფრაზამ, რომ აი პოლიცია და შსს უნდა იყოს ხერხემალი ისევ და ისევ და ვიღაცაები ცდილობენ დაასუსტონ. სხვა შემთხვევები იყო ასევე ძალიან პრინციპული, რომელშიც მე ვიცი თქვენი პოზიცია, ეს არის თვითმმართველობა, ეს არის იგივე საარჩევნო კოდექსი, სადაც უმრავლესობამ ისევ რაღაცა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თქვათ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იგივე ბიზინა ივანიშვილის დამოკიდებულება თითქოს ცნობილია, ის სულ ფეოდალებს, პატარა ფეოდალებს უწოდებდა მათ. როგორ იღებდა თუ შეიძლება ამის თქმა დღეს რაზე იყო დამოკიდებული, რას დააჭერდა უმრავლესობის, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლები მხარს დაუჭერდნენ თუ არა. ანუ იყო რამე ჯგუფი, რომლებიც ამას წყვეტდნენ და შემდეგ, იმიტომ რომ მე მეეჭვება, რომ იქ უმრავლესობის ყველა დეპუტატს კანონი წაკითხული ქონოდა და ასე ვთქვათ, პრინციპული რაღაც დამოკიდებულება ქონოდათ. ეს არც ერთ პარლამენტში არ ხდება, რომ ყველა თანაბრად არის გარკვეული რაღაცებში, მაგრამ ის კი ნამდვილად ხდება, რომ მინიმუმ თანაშემწე ყავს ყველა პარლამენტში, ყველა პარლამენტის წევრს ისეთი, რომელიც მას კონკრეტულ მასში აყენებს საქმის კურსში. ჩვენ შემოვიღეთ სხვა შორის თანაშემწეს თანამდებობა ამ პარლამენტში იმ ხალხისთვისაც თანაშემწეები არ ყავდა და მივიღეთ კურიოზული ვითარება, რომელთანაც მე მეგონი წარმატებით გამოვედით, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე ადამიანმა იმდენი იცოდნენ, რომ საკუთარი მეუღლეები არ შეიძლება საკუთარ თანაშემწეებად აეყვანათ, მაგრამ სქემა მოიფიქრეს ასეთი, რომ თქვენ მეუღლეს მე ავიყვან თანაშემწედ, ჩემი მეუღლე თქვენ აიყვანეთ და ეს ხუმრობთ. არ ხუმრობა, იყო ასეთი ამბავი, მაგრამ ნუ მე დავარეგულეთ ეგ ამბავი და არ გამოვიდა. ანუ თანაშემწესადმე დამოკიდებულება ასეთი იყო, რომ იმ კვალიფიკაციის ნაწილში. მაგრამ ეს თემა, დასაქმების თემაა ქვეყანაში, სადაც ამდენი უმუშევარია და მათ შორის პარლამენტარების გარშემო, ზოგი ასე ფიქრობს რაღაცა საკითხების გადაწყვეტას, არ ვიცი. რაც შეეხება მას, მე შემეძლო თუ არა ყოფილიყავი, რა თქმა უნდა შეიძლება და ყოფილიყავი უფრო უკეთესი, უფრო ეფექტური და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რაში მდგომარეობდა ეს უფრო ეფექტურობა და უფრო ეს. ესე იგი, მე მესმის, რომ ჟურნალისტებიც, მოქალაქეებიც, ჩვენი ძვირფასები იქნებოდნენ შესაძლო უფრო კმაყოფილი, რომ დაენახათ, მე გამოვედი, სადღაც მუშტი დავარტყი, ეს ჩავიდინე, ეს თქვენ და ასე შემდეგ. არის როგორა ერთდღიანი არ არის პოლიტიკური ცხოვრება და არც ერთთემიანია ეს ოხერი პოლიტიკური ცხოვრება. და ადამიანმა პირველ რიგში პოლიტიკაში ძალიან თქვენ ბრძანეთ, რომ შესაძლებლობის ხელოვნებაა.
არ უნდა გაგექცეს პირველ რიგში საკუთარი რაღაცეები. და ახლა მაღალ სკამზე ვარ და პარლამენტის თავმჯდომარე მქვია და კონსტიტუციურად მეორე კაცი ვარ და ასე შემდეგ და აბა ეხლა მეორე კაცობის წილი ძალაუფლება მომეცით ხალხო ხელში, ასე არ ხდება ეს ამბავი. რესპუბლიკური პარტია კოალიციაში იყო უმცროსი პარტნიორი. ჩვენი 9 თან დეპუტატით პარლამენტში. 2014 წლის ივნისამდე. ანუ საწყისი 2 წლის განმავლობაში. საქართველოში უმაღლეს თანამდებობებზე მინისტრები, მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რაღაც ცალკეული უწყებების ხელმძღვანელები აი ამ დონეზე. 5000 თანამდებობის პირ შორის იყო 4 რესპუბლიკელი. ახლა მე ამის გამო არც კოალიციის დატოვება გადაგვიწყვეტია ჩვენ რომ იცით რატო არ ვართ ჩვენ წარმოდგენილი. მაგრამ მეორე მხრივ ისიც კარგად გვესმოდა რა არის ჩვენი ძალა, რა არის ჩვენი შესაძლებლობა. არც ერთი რესპუბლიკელი არ დანიშნულა საპოლიციო სისტემაში. არც ერთი რესპუბლიკელი არ დანიშნულა უშუალოების სისტემაში. არც ერთი რესპუბლიკელი არ დანიშნულა პროკურორატურის სისტემაში ერთი ქალბატონის გარდა, რომელიც უკვე ჩამოაქვეითეს მინიმალურად შესაძლოა და ახლა რომ ვლაპარაკობ, სანამ დავამთავრებ, შეიძლება სულ გავუშვან იქიდან. აღარაფერს ვამბობ ხო, მაგრამ სულ ჯამში იყო 4 ადამიანი მთელ საღამოსრულებელ სისტემაში. და ვიყავით 10 რესპუბლიკელი პარლამენტის წევრი. ამ რეალობაში, როდესაც საძალაუფლებო ცენტრები და საძალაუფლებო გადაწყვეტილებები იყო სხვაგან, ხან პრემიერის ხელში, ხან ყოფილი პრემიერის ხელში, ხან კიდე აქეთ, ხან კიდე იქეთ, ჩვენ მოქმედებდით ჩემი აზრით შესაძლებლობების მაქსიმუმით. და ამ მოქმედებაში ყველაზე ეფექტური იარაღი არ იყო საჯარო დაპირისპირება უმრავლესობასთან. კი ბატონო, გამოვიდოდი და კონკრეტულ თემაზე საჯარო დავამხობდი ყველაფერს იმ დარბაზში. მაგრამ ამითი ჩვენ შედეგს მივიღებდით თუ ვერ მივიღებდით. ამიტომ მე პირადად ენერგიის და ძალების და რავი შესაძლებლობების 95% შიდა საუბრებს მოვახვარე და იმ სიტუაციებს, როდესაც ძალიან პრინციპულ საკითხებზე ზოგჯერ ბოლო მომენტში ზარი პრემიერ-მინისტრისგან იყო უფრო ეფექტური ვიდრე ჩემი, ესე იგი, ისეთი გამოსვლა, რომელზეც მერე თქვენ აქტუალობით იტყოდეთ, რომ აი ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე როგორ გამოვიდა. ახლა მაგდენი კი შემიძლია გამოვიდა და კანონპროექტი კვალიფიციურად დავასაბუთო ან გავაკრიტიკო. ამიტომ ეს თემები და ვითარე მე არ ვამბობ, ვიყავი უშეცდომო, მაგრამ მე ვიყავი იმ მოცემულობაში, რაშიც ვიყავი, ესე იგი ჯერ პირველ პრეზიდენტთან, ანუ სააკაშვილთან ის ერთი წელი ის ვითარება, როცა საერთოდ არავინ არ ლაპარაკობდა და ამიტომ აქეთ-იქეთ უნდა დაგვერულებინა ეს ამბები. ავირჩიეთ მეორე პრეზიდენტი და ერთ თვეში იქაც ტიპის თემები. ამიტომ იქ რაღაცეების დარეგულირების გარეშე წინ წასვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ძალიან ბევრია ისეთი თემა, რომელიც ჩემთვისაც გაკვეთილია, სხვისთვისაც გაკვეთილი იქნება, მოვა ახალი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და ისა. მაგრამ რაც შეეხება მათ, ვისაც ჩემი უფრო ვთქვათ, კრიტიკული თუ რაღაც ოპონირების რეჟიმში გამოსვლები თუ რაღაცა როლი დააკრდა თვალს ამ ბოლო 4 წელს განმავლობაში, ახლა პატიმრებო, აგერ დავსწრეთ და ესე იგი უამრავი თემა იქნება, რომელზეც მე ვიქნები, რა თქმა უნდა, აქტიური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიქნები ძალიან აქტიური პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველანი მოვძებნით ერთმანეთს ჩვენ, ვინც ახლა ვართ, ცოტა არ იყოს უკმაყოფილო ამ საარჩევნო შედეგებით. ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ საკმარისი ვართ იმისთვის, რომ სერიოზული გავლენა მოვახდინოთ მიმდინარე პროცესები. ბანდავთ, მე მაინც ისევ ამ არჩევნების პროცესს მინდა დაუბრუნდე. გასაგებია, რომ პარტიებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად მოესინჯათ საკუთარი ძალები, სრულად გასაგებია და მესმის ეს ყველაფერი. მაგრამ იგივე მაჟორიტარულ ოლქებში რატომ ვერ მოხერხდა პარტიებს შორის გარკვეული შეთანხმება, რომ ძლიერ კანდიდატებს სხვადასხვა პარტიის დასავლური ღირებულებების მქონეს ერთმანეთისთვის ხმები არ წაერთმიათ, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესი შედეგი შესაძლოა ყოფილიყო, რომ რომელიღაცა ოლქში ყოფილიყო ერთი ძლიერი ერთი პარტიიდან მეორეში, ეს მაინც რატომ ვერ მოხერხდა? იცით, ეს კითხვა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სიმძიმითაა ალბათ დასასმელი. ეხლა უკვე წასულ ამბებზე, ამ თემაზე სიღრმეებში ჩასვლა არ მინდა, მაგრამ უბრალოდ ფაქტი მინდა, რომ ვისაც ეს აინტერესებს, შეუძლია თავად ჩახედოს რესპუბლიკელებმა სად დავასახელეთ კანდიდატები, სად არ ყავდა კანდიდატები.
ახლა თლათ ვერ ავერიდებოდით ერთმანეთს, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი კოლეგა თავისუფალი დემოკრატებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო თქვა ვაკეში საბურთალოზე კანდიდატების ყოლა, როგორც ჩვენთვის. თუმცა ჩვენ რაღაცები გავითვალისწინეთ და იქ სადაც ვიქტორ დოლიძე იყრიდა კენჭს, ლევან ბერძენიშვილი მაინც იქ არ დასახელდა და სხვა ოლქში დასახელდა. ეხლა თავისუფალ დემოკრატებს დღეს ძალიან ძიმე დღე აქვს და მე არ მინდა კიდე სხვა რაღაც დეტალებზე საუბარი, თუმცა რაღაცა იყო სხვაც, თუმცა მე რაღაცა თუ ვერ გამოვიდა თუ არ ვიცი, მაგრამ ეხლა არ მინდა იმდენად არიან, მაგრამ თავისთავად არჩევნებს ცოტა ესეთი სპეციფიკა ახლავს. როდესაც ერთი მხრივ პროპორციული არჩევნებიცაა და ყველა პარტია დაინტერესებულია პროპორციული ხმებიც მიიღოს. ამიტომ მაჟორიტარების ძალიან ასე არიდება რთული თემაა ხოლმე. ამიტომ ნაწილობრივ რაღაცა ძალიან მცირე მასშტაბით მოხერხდა, თუმცა მაგალითად მე თვითონ შემომთავაზეს, რომ როდესაც თქვი რომ აი ამ ოლქში ვიყრი კენჭს, რომ ან არავის არ დავასახელებთ, ან დავასახელებთ ვინმეს, რომელიც პარტიულ ხმებზე იზრუნებს. ახლა ბატონი შალვა შავგულიძე არ არის ისეთი ვინმე, რომელიც რაღაცა ისე ხელწამოსაკრავი, ძალიან პატივსაცემი და ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრიც არის და ადვოკატიც იყო და არის ყველანაირად ძალიან კარგი ადამიანია. თუ ახლა კი მივიღეთ ჯამური შედეგი ის, რომ ახლა ორივე ხმები რომ დავაჯამოთ, კი ერთ-ერთი ვიქნებოდით მეორე ტურში, თქვათ, მე ვიქნებოდი ჩემი ხმები წავიდოდა იმის საკითხზე, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე, რომ ეს ხმები მათემატიკურად ჯამდებოდეს, რომ იქიდან აქ მოდიოდეს, აქედან იქ მიდიოდეს და ასე შემდეგ. ალბათ ესეც ის გამოცდილება, რომელიც შემდეგი არჩევნებისთვის რაღაცა გაითვალისწინებენ პარტიები. ბატონ დავით, აქვე მინდა ისე წინასაარჩევნო კამპანიაზე კითხოთ. მე არ ვიცი თქვენ როგორც მაჟორიტარი რამდენად დადიოდით კარდაკარ, მაგრამ ძალიან ბევრი დადიოდა, რაც ერთ მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ როცა თვითონ კანდიდატი გიკაკუნებს კარზე, ალბათ ეს რაღაცა ამომრჩევლისთვის ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ჩემც იყო ცოტა მოულოდნელი ამ კანდიდატების შემდეგ შეფასება, რომ თვაიმე თურმე ქვეყანაში რამდენი პრობლემა ყოფილა იქ წყალი არ არის, იქ დენი არ არის, ანუ მე დამჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები ძალიან დაშორებულები არიან ერთმანეთისგან, პრობლემები ერთმანეთის მაინც არ ესმით. პარლამენტი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მსჯელობს, რომელიც აბსოლუტურად უინტერესოა და ვერ ხვდება რატო ამ მნიშვნელოვანი თქვათ ამომრჩეველი. აი ეს გაუცხოვება როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ამომრჩევლის და პოლიტიკოსის მოიხსნას დღის წესრიგიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკოსები იყვნენ ძალიან გაკურვებულები იმ პრობლემებით, რაც საკუთარი თვალით ნახეს და რის შესახებაც მოუყვნენ. გეტყვით ეს ძალიან სერიოზული თემაა. თქვენ ახსენეთ კარდაკარ სიარული და ასე შემდეგ. იცით, მე ძალიან ძიმე ვითარებაში აღმოვაჩინე საკუთარი თავი სწორედ ამორჩეველთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ერთი მხრივ მე ჯერ კიდევ ვარ საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი, მეორე მხრივ ჩემი იმ მოვალეობებიდან და იმ საქმეებიდან გამომდინარე პარლამენტის თავმჯდომარეს რაც ევალება, მე ძალიან მინიმალურად მოვახერხე ამორჩეველთან მუდმივ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მაჟორიტარის ბიურო მუშაობდა და ძალიან კარგი ხალხი და უამრავ ადამიანს შეხვდნენ, მე უშუალოდ ძალიან ნაკლები კონტაქტი მქონდა ამორჩეველთან. ამიტომ უკვე ამ კამპანიაში შევდიოდით, მე ახლაც მინდა მივმართო ამორჩეველს, მაშინდელს, დღევანდელს, ვინც მომცა, ვინც არ მომცა, რომ მქონდა რაღაცა მის განცდა, რომ ხო, ახლა ნებისმიერ ამორჩეველს, რომელსაც ახლა დაელაპარაკები, ექნება კითხვა, რომ კი, მაგრამ ხო, გავიგე პარლამენტის თავმჯდომარე იყავი, მაგრამ ჩემი წარმომადგენელიც ხო იყავი. ანუ ამ 4 წლის განმავლობაში, როდის მომაკითხე კიდე რა მიჭირდა, რა მიხინდა, რას გავაკეთებდი, ვერ გავაკეთებდი. და ეს ბარიერი მქონდა. ამიტომ მე არ ჩამომივლია კარდაკარ. სულ ერთი შეხვედრა მქონდა ეზოში, ისიც მთხოვეს და მივედი. დანარჩენი საბურთალოს ქუჩებზე რამოდენიმე დღე დავდიოდი და ვისაც ხვდებოდი, ასე ვთქვათ, ვესაუბრებოდი. იმის იქით მქონდა ბარიერი. თუმცა მე მივმართე წერილი ყველას და ჩემი სათქმელი უთხარი მიზეზებიც და ასე და ესე. ეხლა ამათ ჩემ თავზე რატო ვსაუბრობ, რომ მე ეს ძალიან კარგად დავინახე, თუმცა ეს არ იყო რაღაცა მოულოდნელი ამბავი. ამიტომ ჩვენ პარლამენტის მუშაობა როცა დავიწყეთ, აი მაჟორიტარის ბიუროების თემა სხვანაირად გადავაწყეთ. სამწუხაროდ რამოდენიმე ადგილზე იმუშავა მხოლოდ ამან და ესეც მაჟორიტარების თემაა.
ვინც კარგად მუშაობდა, მაგალითად ზაქარია ქუცნაშვილი დიანეთში. რომელმაც გაიმარჯვა კიდევაც პირველ ტურში. დიმა ხუნდაძე მცხეთაში ძალიან სერიოზულად მუშაობდა მაჟორიტარის ბიუროში. ნოდა რებანოიძე ჩვენი ხარაგაულში, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა საერთო ფონზე რესპუბლიკელებს. ანუ აშკარად გამოჩნდა მალხაზ წერეთელი ჭიათურაში, ვიცი რომ ძალიან კარგად და ახლოს მუშაობდა. სხვებიც იყვნენ ასეთები. ეკაბესელია ძალიან აქტიურად მუშაობდა, მანანა კობახიძე საჩხერეში ძალიან ხშირად იყო. ამას ვერ ვიტყვი ყველაზე. და ჩვენ სისტემური ცვლილება გავაკეთეთ, იმიტომ რომ მივედით დაგვხდა ასეთი ვითარება, რომ მაჟორიტარებს ჰქონდათ ბიუროები, ოღონდ ეს ბიუროები იყო განლაგებული რაიონების გამგებლის ოთახის გვერდით. და როგორც წესი, უფრო ისეთი მუშამბიანი კარებები რო ხო, 20 წელი ისინი. შავი. მოკლედ შავი და ეს ტყავი და ესეთი. ანუ პარლამენტის წევრის კაბინეტი იყო ასეთი უფრო სერიოზული კარები, იქით გამგებლის ოთახი. ის პარლამენტის წევრის მაჟორიტარული ბიურო იღებოდა შეიძლება თვეში ორჯერ, მაგრამ ყველას უნდა ცოდნოდა, რომ ვინ არის აქ ბოსი. ანუ ეს არის უფროსი. და ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯზე თან. და კავალდები იყო შექმნილი, რომ თვითმმართველობამ თვითონ სთხოვა მაჟორიტარს, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან თუ შეიძლება არა მარტო ოთახს, მანქანას, საწვავის ხარჯს, თანამშრომელს და ასე შემდეგ, ჩვენ ძალიან გვინდა რომ ჩვენი ბიუჯეტით იყოს ეს ყველაფერი აწყობილიო. ასეთ სისტემა ქონდათ ნაციონალებს. ახლა ბევრს ვლაპარაკობენ ბევრ რამეზე. ჩვენ ეს შევცვალეთ და ვთქვით, რომ ეს არის არასწორი. თვითმმართველობას ისედაც არ აქვს ბიუჯეტი და კიდევ თქვენ უნდა მოგახმაროთ რამე, ან უფასოდ ოთახიდან ბიუჯეტიდან, ამიტომ პარლამენტის თანხებიდან, ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყვავით თანხა და ბოლომდე ვერ გავიტანე ეს ამბავი წევ ხელს, იმიტომ რომ 75-დან 73-დან მაინც დარჩა როგორც ბოლოში გავარკვიე 1-10, ვინც მაინც ისევ გამგეობებში შეძვნენ სადღაც. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ამას, რომ პარლამენტარის ბიუროც კი იყოს არა იმ ადგილზე, სადაც რაღაცას უფროსები იკრიბებიან, არამედ ადგილზე, სადაც მოქალაქე შეუძლია თავისუფლად მისვლა და გამოსვლა. ძალიან ბევრი სხვა ჯანაფიქრი ჰქონდა. მაგალითად, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოდის, გვინდოდა რომ ავტომატურ რეჟიმში ამ მაჟორიტარის ბიუროში ყოფილიყო გამოკრული, რომ იცით ხალხო, შრომის კოდექსია განსახილველი და იქ ხო დაქირავებული თანამშრომლები ყავს ყველას მაჟორიტარებს. და მათ ქონოდათ ეს განხილვა ადგილზე, რომ ვის გაინტერესებთ ეს ამბავი, რომ გაუგზავნოთ ჩვენს მაჟორიტარს თქვენი მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რა კითხვა გაქვთ, რა გაქვთ. ან ჩართულობა რა ყოფილა. რაღაცები მუშაობდა, მაგრამ სრულად ეს არ და ვერ ამუშავდა. მომავალი წინააღმდეგ შეიძლება უკეთესობაც იყოს ამ თვალსაზრისით, თუმცა ამას ცოტა სხვანაირი ამბები ჭირდება. ამას ჭირდება ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსები არიან. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაჟორიტარის ბიუროში რა ხდებოდა, ესეც ვიცი კარგად. მაგრამ რა ვქნა, ხო, ბევრი რამე ვიცით რა ხდებოდა. ხდებოდა რა, ჩადიოდა იქ მაჟორიტარი, განსაკუთრებით ის ცოტა ისეთ შეძლებული ხალხი. და იქით გარიგი. მოდიოდა გაჭირვებული ხალხი, წამლისთვის 50 ლარი. ბავშვის სტიპენდიის არა აქვს და სკოლაში ვერ მიდის რაღაცა. იქ კიდე სახურავი ჩამოინგრა და აბატონო. ანუ მაჟორიტარი დანახული იყო როგორც აი ამ კონკრეტული პრობლემების საკუთარი ჯიპიდან ან რაღაცა ბიუჯეტიდან მომგვარებელი. ეს არის კი ბატონო ერთი ასპექტი, მაგრამ თუ ასე დარჩა, თუ ჩვენ მაჟორიტარი ვერ და არ დავინახეთ ჩვენს წარმომადგენლად ქვეყნის მოსავლელ საქმეებში, ну მაშინ ცუდად იქნება. თუმცა პირდაპირ არჩეული გამგევლები და რაღაცები ეს ცოტათი გამოასწორებს. ბატონ დავით, მე ერთი წუთი მინდა მიმოცეთ რაღაც ერთ საკითხს თუ გვაქვს. არა, ჯერ კიდე ვაგრძელებ. ჯერ ვაგრძელებ კიდე, არა, არ თავზებოდი. აუცილებლად გითხავთ. მე მაინც მინდა გითხოთ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტს გარეთ, როგორ წარმოგიდგენთ ხა, აი იმ 9 წლიან პერიოდში ოპოზიციისთვის ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ქუჩა რეალურად. დღეს მას შემდეგ რაც შეიკრიბება ახალი პარლამენტი, რისი საშუალება ექნებათ პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს, რამდენად შეძლებენ ისინი ზემოქმედება მოახდინონ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტზე ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ანუ ვინ გეგულებათ ბუნებრივ მოკავშირეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ამ ქვეყანაში? აი იმ ტიპის პარლამენტის პრობლემა, რაც ახლა მივიღეთ, არის ის, რომ სამწუხაროდ პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარლამენტს გარეთ. პარლამენტში იქნება უფრო ან ესე იგი ხელი დავწე, ანუ მარტივად საკითხების გატანა, თუ არ იქნება იქ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც რაღაცებზე იჩხუბებს და თუ იქნება ნაციონალური მოძრაობა, მაშინ იქნება სანახაობა. ანუ პოლიტიკა, რასაც ქვია, რომ მოდი აბა ხალხო ვიმსჯელოთ
და გავარკვიოთ რაღაცა. ეს პოლიტიკური მართლობა ასწორი თუ ის. სამწუხაროდ ეს პარლამენტის შიგნით ვერ იქნება, იმიტომ რომ ოპონირების რეჟიმი არ არის, იქნება მტრობის რეჟიმი და ერთვაქნას მშვიდობიანი მტრობის და არა კიდევ ცემატყების და ნუ რა ვიცი, მედი ეს მაინც არ იქნება. ამიტომ პოლიტიკური პროცესების საკმაოდ სერიოზული ნაწილი დარჩა გარეთ. შემდეგი ამბავი. თავად ქართულმა ოცნებამ, როგორც სახელისუფლებო ერთობამ, თავად თქვა გარკვეულწილად უარი პარტიულობაზე. ანუ მათ თავად თქვეს, რომ ახლა ქვეყანას ჭირდება სახელისუფლებო ბიუროკრატიული კონგლომერატი, რომელშიც არიან ძალიან კარგი ადამიანები, სპეციალისტები, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არ არის პარტია, რომელსაც ექნება სადმე სხვაგან თავისი პარტიული იდეოლოგიური თუ არ ვიცი რაღაცა ჯგუფი, რაღაცა ტიპის პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკები შემუშავდება. ჩვენ გვექნება ვითარება, სადაც პრემიერ-მინისტრი იქნება მთავრობის პოლიტიკის შემუშავებელი, პარლამენტი იქნება მისი პოლიტიკის მხარდამჭერი. ჩვენ არ გვექნება პოლიტიკური პროცესში ჩართული პარტია ქართული ოცნება. ეს იქნება სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღება და მტკიცებაში ჩართული ქართული ოცნება. ვაკეთ გვექნება ნაციონალური მოძრაობა, რომელიც შეეცდება, რომ აგერ მე ვარ მარტო და სხვა არავინ და აგერ მე ჩემზეა გადარჩენის გზა გადის, რომელიც ასე არ არის, ასე ვერ იქნება. ასე რომ გარეთ პარლამენტს გარეთ იქნება პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ სერიოზული ნაწილი. ეხლა ეს არ ნიშნავს მაინც ქუჩას. ზოგჯერ ქუჩასაც ნიშნავს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ არ არის მარტო ქუჩა. ხო, ეს არ არის ქუჩა, ეს არის საკრებულოები, თბილისის საკრებულო, საკმაოდ ხმაურიანი საკრებულო იყო და იქნება და დარჩება და რესპუბლიკელებსაც ყავს იქ წევრები, რომლებიც გააგრძელებენ და კიდევ ბევრ სხვა საკრებულოში. გარდა ამისა, მედია სივრცე, მიუხედავად მონდომებისა, იქედან-აქედან ჩაავლონ ხელი და რაღაცეები, ნუ ვერ დაიხურება, იმიტომ რომ ეს ძალიან ვერ მოხერხდება ეს ამბავი. ამიტომ პოლიტიკის კეთების შემუშავების სფერო და არეალი საკმაოდ დიდი იქნება. მე ხედავ ამ ძალიან საშურ საქმეს, რომელიც არის საკეთებელი, იმიტომ რომ მე საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით გადავდივარ ახალ ეტაპზე, თუმცა ჯერ დაკავებული ვარ ის 150 სავარძელი უნდა გავაპრიალოთ კარგად, რომ ყველანი მოვიდნენ. ახლა ცხადია სავარძლის გაპრიალებას პირდაპირ გაგებით არ ვარ, მაგრამ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, რომ მომზადდეს პარლამენტი, მაგრამ ნუ ამასობაში მე ნელა გადავალ სხვა ტიპის აქტიურობაშიც, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში მგონია რომ მომემატა რაღაცა ტიპის ცოდნა, გამოცდილება, მომემატა ჭაღარა, ცოტა არ იყოს წონაც შესაძლოა, მაგრამ იმ საქმის გასაგრძელებლად, რომელსაც 4 წლის წინ რაშიც ვიყავი ჩართული, მე მგონი უკეთ შემიძლია და არაუარესად. მე მინდა რომ ასევე შეხედონ მოვლენებს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც შესაძლოა ახლა პარლამენტში არ აღმოჩნდნენ. ამიტომ ძალიან დამწყდა გული იმაზე, რაც დღეს ვნახე თუ გუშინ და გუშინ წინ ვნახე, თუმცა არ ვიცი, კომენტარები არ მინდა, მაგრამ საჭიროა ძალიან სერიოზული ცვლილებები პოლიტიკურ სისტემაში. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მორიგ ჯერზე აი ხელისუფლებას ხო აქვს თავიანთი პრიორიტეტების ჩამონათვალი. საჭიროა წელს კიდე 100 კილომეტრი გზის გაყვანა. რაღაც უნდა გაიზარდოს შემოსავალი ამდენი, უნდა მივიღოთ ამდენი, არ ვიცი, ტონა და ამდენი ცალი ტურისტი ასე. და ჩამონათვალი აქვს და ნომერი პირველი არის, მეორე, მესამე, მეოთხე. ჯერ კიდე 95 წელს სურაბ ჟვანია და მისი გუნდი როდესაც პარლამენტში შევიდა ორპარტიულ პარლამენტში მაშინ რაღაცებზე საუბრობდით, რომ ხალხო იქნებ რაღაცა სხვანაირად გამოიქცეთ. კაი არ გამოვიდა. 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ისევ ისინი მომაძნენ წამოდი რაღაცა კონკრეტულ ამბებზე, მე მეუბნებოდი, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, თქვენ გააქვთ ამ თქვენს ჩამონათვალში პოლიტიკური სისტემის და მრავალპარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. თუ გააქვთ აქ პირიქით ეგ გადაშალეთ და თქვით, რომ რაღა მრავალპარტიულობა აგერ ვარ ჩვენ და ქვეყანას ჩვენ უმართავთ. დაგვაცადეთ 15 წელი, 20 წელი და შენ. სამწუხაროდ ბატონო ბიძინამ აი ეს ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომ გადაწყვიტა, რომ ეხლა რა დროს ეგავრი. ეხლა ხო საქმეა საკეთებელი. სამუშაო ადგილებია შესაქმნელი, ინვესტიციებია მოსაზიდი, ხიდებია გასაყვანი და ასე შემდეგ. და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებამ, რომელიც სახელმწიფოს შექმნის პროცესშია. საფრანგეთში რა ხდება, ლეპენი რასავს, სარკოზი რასავს, იქ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და იმ სისტემაში ესენი რაღაცებს აკეთებენ და სისტემა უძლებს ამ ყველაფერს. ამერიკაში აგერ აჯანჯღარებს იქ ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ სისტემა.
ჩვენთან როცა ეს სისტემა შესაქმნელი და ხელი დაიმანა ამაზე ხელისუფლებამ, რომ ეს არათუ ჩემი საქმე არ არის და ყურადღებას არ აქვს, ანუ პირიქით გამოვწევ პოლიტიკურ პარტიებს მოვასუფთავებ, დავიტოვებ ტრისხად მიშას და ამასთან ბრძოლაში რა უნდა ახლა იმას, რომ მიშაზე უკეთესი იყო. ეგ მარტივია. როგორც მიშა აკეთებდა, სულ ხო გვეუბნებოდა, რომ აი შევარნაძის რო გახსოვთ, ჩაბნელებული იყო. ეხლა ხო ანტიაში უკვე, ამიტომ ჩუმად იყავით. ეხლა ეგრე კი ბატონო, ჩემზე უარეს თუ მოძებნეს, მე ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით საშუალო ხდება პოლიტიკური სისტემის და პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკის კეთების სფეროში იმ ადამიანების ძალიან სერიოზული ჩართვა, ვისაც ეს გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტი, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტი არ არის ჯარი, არ არის პოლიცია, რომელიც არის სუპერმნიშვნელოვანი ინსტიტუტები. დღევანდელი გაგებით მე ასეთი ჩაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფოს ხერხემლად და ფუნდამენტად უფრო წარმოდგენილია უშუალობის სამსახური, რომელსაც სახელმწიფო ინტერესებისზე წვდომის რაღაც უზენაესი უფლებამოსილება აქვს მიცემული. რომ აი რაღაცა დოკუმენტი როა შესამუშავებელი რომელიღაც უწყებაში, რაღაცა მიმდინარე საკითხი, ხო? იქიდან უნდა მოვიდეს დასკვნა, რომ ეს შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს, რამე ხო არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს. ანუ ზე უწყებად წარმოჩენილი და წარმოდგენილი. ამაზე ცდილობდით ჩვენ ყურადღების გამახვილებას და ერთ-ერთ იმ ჩემს ეპისტოლარულ არა წერილობით თემაში მიმართვებში 2014 წლის სექტემბერში წერდი კოლეგებს, რომ ადგილობრივი არჩევნები რომ ნახეთ, როგორ განვითარდა და კანდიდატების შერჩევიდან მის ორგანიზებამდე სუსიმ უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კოალიცია მთელი თავისი სისტემით. მაშინ წერდი ამას, რომ ხალხო საით მივდივართ. ამას უნდა მოვლა. და ქონდა კიდეც რაღაც ნაბიჯები დაგეგმილი, მაგრამ მაშინ მოხდა თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლა. ამან ჩვენი ფლანგი შეასუსტა იქ და ასე შემდეგ ძველი ამბებია. ბატონ დავით, რაღაც თქმა გინდა და მე ერთი კითხვა მაქვს, ბოლოს მაინც მინდა ჩემი კითხვით თუ დავამთავროთ. გისმენთ? ჯერ თქვენ. მე კითხვა. არა, მე მინდოდა საკითხი დამესვა exit poll-ებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ამის თაობაზე მეც ვისაუბრე და ბევრმა ისაუბრა, რომ კი თავიდანვე გასაგები იყო, რომ სხვადასხვა კვლევები და ასე შემდეგ იყო უფრო ინსტრუმენტი პროპაგანდის ვიდრე რამე სურათის დანახვების. exit poll-ებთან დაკავშირებით ერთმა ტელევიზიამ, მერე სხვა ტელევიზიებმა, ანუ რაღაც კონკურენტული ბანაკიდან თითქოს განიზრახეს exit poll-ები. აქაც გასაგები იყო, რომ ახლა აქ იქნება ისა. მე ვერაფერს ვერ ვეტყვი კერძო ტელეკომპანიებს, რომლებსაც რა ვიცი, რას ჩაიდენენ და სად გადაიხდიან თავის ფულს და რას მაჩვენებენ ტელეეკრანიდან, მათი საქმეა და მე ახლა უყურებდა მჯერა თუ არა ეს ჩემი საქმეა. მაგრამ საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით ფინანსდება, მე მაქვს სხვა სტანდარტი და სხვა კითხვა და სხვა მოლოდინი. ახლა უნდა ჩაბმულიყო ამ საქმეში, თუ არ უნდა ჩაბმულიყო, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამის არიან მეურვეები, ამის არის დირექტორი, ამის ხართ აქ ტელევიზია ყველა და ჩემს მოსაზრებას აქ არ გამოვთქვამ. მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ იმ კომპანიამ, რომელსაც საზოგადოებრივმა არხმად შეუკვეთა exit poll-ის ჩატარება და ამაში რაღაცა თანხა არის გადახდილი, როგორც მე ვიცი, რამოდენიმე ასეული 1000 ლარი ბიუჯეტის თანხა. იქნა გადახდილი კონკრეტული კომპანიისთვის, რომ გამიზომე არჩევნების შედეგი exit poll-ის მეშვეობით. და იმ კომპანიამ გითხრა, რომ კი ბატონო, მე ამას გავაკეთებ და მე ამას გავაკეთებ %-ნახევრიანი ცდომილებით თუ არ ვცდები. მე აქვეყნებს ეს კომპანია იმ შედეგებს, მათ შორის საზოგადოებრივი არხის ეკრანზე ვხედავ ამას და მე უკვე რეალურ შედეგებთან არის არა %-ნახევრიანი სხვაობა, არამედ 5%-იანი, 8%-იანი და თუ ჯამურად შევხედავთ მე იმას რამდენი ანუ თუ ოცნებაზე მითხრეს რომ 53.9 აქვს და მიიღო 5%-ით ნაკლები მასე რა ქვია ნაციონალებზე მითხრეს რომ 19 აქვს და მიიღო 8%-ით მეტი. ანუ სხვაობას თუ გავზომავ, იქ საერთოდ 14-15%-იანი განსხვავებაა. თან რაღაცა ჯადოსნური ამბით ერთ მხარეს იქით არის გადახრა და მეორე მხარეს აქეთ არის გადმოხრა. ახლა მე ვსვამ კითხვას, მე მესმის რომ ტელევიზიას თვითონ არანაირი ციფრები არ დაუწერია. მე მაგ კითხვა რომელსაც მინდა თქვენს ეთერში დავუსვა იმ მეურვეებს, რომლებიც ჩვენ პარლამენტმა ვიჩიეთ, იმ ტელევიზიას, რომელიც პარლამენტში მოდის ხოლმე ანგარიშის ჩასაბარებლად და გვეუბნება რა გაკეთა, როგორ გაკეთა, მე მინდა კითხვა დავსვა. იმ კომპანიას, რომელმაც საკონტრაქტო მოვალეობა უხარისხოდ შეასრულა. მოგკითხეთ რამე პასუხი და ის 100.000 თუ 200.000 ლარს უკან აბრუნებინებთ თუ არა. იმისთვის რომ თქვენს ტყუილი გითხრათ
და საზოგადოებასაც ტყუილი უთხრა. იმიტომ რომ ამ სტუდიის საქვეა დიზაინისთვის რო შეგეკვეთათ რამე და ეხლა აქ რო ჩამოვარდეს რამე უხარისხობის გამო, ნებისმიერი კონტრაქტია და ვიღაცა უნდა პასუხი აგოს თუ უხარისხოდ შეასრულა საქმე. Exit Polis ჩამტარებელი კომპანიის მიერ შესრულებული საქმის უხარისხობა სრულიად ცალსახად არის დაფიქსირებული კონკრეტული ციფრებით. ეხლა მე კითხვა მაქვს, ამ ციფრებს მოყვა თუ არა უკვე იქეთ მოთხოვნა იმისა, რომ შენ რო უხარისხოდ შემისრულე საქმე თახაც უკან დავიმბრუნე და მორალური ზიანი წამინაზღაურე, იმიტომ რომ ჩემს რეპუტაციას მიადგა ზარალი და საზოგადოებრივი არხის რეპუტაცია, ჩემი რეპუტაციაცაა, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი ვსაუბრობ ახლა და ჩვენი მოქალაქეების, ვინც ამ დაფინანსებას აკეთებს. რუსთავი 2-ზე რომ Exit Poll-მა იგივე გააკეთა, ის არის კომერციული ტელევიზია გავიგე და ისიც გავიგე რუსთავი 2 ვის და რას ემსახურებოდა ამ არჩევნებში. და საზოგადოებრივი არხი ვის და რას ემსახურებოდა, ეს გვინდა ვიცოდეთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია აი ამ Exit Poll-ურ ისტორიაში. უბედურებებში. ამიტომ მე ამ კითხვას არ ვსვავ რიტორიკულად, ამ კითხვას ვსვავ კონკრეტულად და პასუხისმგებლობით. დღე დამრჩა პარლამენტის წევრობის და პარლამენტის წევრის შეკითხვასაც გამოვაგზავნი ხვალზე, რა რეაგირება ხდება აი იმ ან არაპროფესიონალებზე, ან კიდევ უფრო მეტზე და აღარ ვიხმარ სიტყვას, რომლებმაც მოგვაყენა ამხელა ზარალი. ფულად გამოსახულებაში თხოვთ თუ არა იმათ დაგვიბრუნონ ის თანხა, რაც გადავიხადეთ ბიუჯეტიდან. ეს მინდოდა მეკითხა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მე ბოლო კითხვას ვერ ვასწრაფ, იმიტომ რომ ამოიწურა ჩვენი დრო, ამიტომ შემოვინახავ შემდეგი ინტერვიუსთვის, რომელიც იმედია რომ ძალიან გადაწყვეტილება იქნება. დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი იყო დღეს ჩვენი სტუმარი და კითხვების უმრავლესობას მოვასწარი და გავიგეთ მთავარი რა იქნება მის ცხოვრებაში უახლოეს ხანში. ჩვენ ერთმანეთს უკვე ორშაბათს შევხვდებით.